დღესდღეობით ევროპის ავიაციის ბაზარი 56 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2050 წელს ავიაინდუსტრია სრულად კარბონ ნეიტრალური იქნება. ჩვენ სავარაუდოდ რევოლუციას მოვახდენთ ინდუსტრიაში. ჩვენ საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიოში. მოგესალმებით გადაცემაში მთავარი კითხვა. ეს არის ევრონიუსის გადაცემათა სერია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბიზნესს წიღრმისეულად ვიკვლევთ. და დღეს ჩემი სტუმარია მატი ლიევონენი. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. დიდი მადლობა, რომ მოგბრძანდით. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მატი, მოდი პირველ რიგში ფუნდამენტური საკითხებით დავიწყოთ. აგვიხსენით, რას წარმოადგენს კომპანია ეკოსერესი. ჩვენ განახლებად საწვავს ვაწარმოებთ, იქნება ეს ავიასაწვავი თუ დიზელი, როგორც საგზაო ტრანსპორტისთვის, ისე ქიმიური ინდუსტრიისთვის. საწვავს მდგრადი ნედლეულისგან ვიღებთ. ძალიან გვიამაყება ის ფაქტი, რომ მთელი ტექნოლოგია შევიმუშავეთ, ასე რომ ჩვენი კომპანია მხოლოდ საწვავის მწარმოებელი კი არ არის, არამედ ტექნოლოგიურიც. ჩვენს მაყურებელს მარტივად რომ ავუხსნათ, მატი, მაინც როგორ გარდაქმნით ნარჩენებს ავიაციის მდგრად საწვავად. საკვებად უვარგის ნარჩენებს 100%-ით განახლება დიზელად და ავიასაწვავად გარდავქმნით. ამისთვის იგივე საწარმო პროცესია საჭირო, რაც წიაღისეული საწვავის ნედლეულად გამოყენების დროს, მაგრამ წიაღისეულის ნაცვლად ბიონარჩენებს ვიყენებთ, როგორებიცაა სადილის ზეთი, ცხოველური ცხიმები, მაგალითად თევზის ქოლი. ჩვენ ერთგვარი კატალიზატორის ფუნქცია ვაკისრეთ, რადგან მინარევებს ვაშორებთ ნედლეულს, რომელსაც წინასწარ ვამუშავებთ, რადგან მხოლოდ ერთი სახეობის ნედლეულს კი არ ვიყენებთ, არამედ მრავალი სახეობის დაბინძურებულ ნარჩენს ვიღებთ ნედლეულად. ამიტომაც გვჭირდება წინასწარი გადამუშავების ტექნოლოგია. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მართლაც განსაკუთრებული წარმოება გვაქვს. თან მაღალი წარმადობაც გვაქვს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის მდგრადი ავიაციის საწვავი, გეწოდებული SAF-ი შეგვიძლია მივიღოთ ნარჩენებისგან. დღეის მდგომარეობით შემიძლია განვაცხადო, რომ მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. სამზარეულოს ზეთის ნამწვისგან 85%-ით მდგრად ავიასაწვავს ვიღებთ. ამის უკან დგას ახალი ტექნოლოგია, რომელსაც HEFA ეწოდება. ასე რომ ჩვენ სავარაუდოდ რევოლუციას მოვახდენთ ინდუსტრიაში როგორც ტექნოლოგიის, ისე შედეგის თვალსაზრისით. The industry. What's coming to technology and then the outcome. რომ დავინახოთ განსხვავება თქვენს საქმიანობასა და ტრადიციული ავიასაწვავის წარმოებას შორის. შეგიძლიათ რამდენიმე კონკრეტული არგუმენტის საფუძველზე დაგვისაბუთოთ, მაინც რამდენად დიდი მოცულობის გამონაბოლქვს ზოგავთ. ტრადიციული ავიასაწვავი ნახშირბადია. წარმოების დროს ნახშირბადს გამოყოფ, რომელსაც შემდეგ ძრავი საწვავად იყენებთ. ჩვენ კი ბიომასას ვიღებთ ნედლეულად, ასე რომ დაახლოებით 90%-ით ნაკლები სათბურის აირი გამოიყოფა. ეს კი ძალიან დიდი მიღწევაა, 90%, რადგან ჩვეულებრივი ავიასაწვავი იწვის და ნახშირბადს გამოყოფს. ამ წუთას როგორია თქვენი წარმადობა? დღეის მდგომარეობით წელიწადში დაახლოებით 770,000 ტონას ვაწარმოებთ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ჩემი აზრით, მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ვართ დღეს. მაგრამ ჩვენი კომპანია ძალიან ახალგაზრდაა, იმდენად რომ სტარტაპად მივიჩნევთ თავს. თუმცა თვალსაჩინოებისთვის ლონდონი და ნიუ-იორკამდე ერთი ფრენის დროს დაახლოებით 60 ტონა ნახშირბადი იფრქვევა ატმოსფეროში. არა 10,000 ფრენა სრულდება და ამის 10-20% მაინც შეიძლება რომ დაკვაყოფილდეს განახლებადი საწვავით. და ფასის მხრივ როგორია სხვაობა ტრადიციულ საწვავთან შედარებით დღეის მდგომარეობით? Obviously their costs are higher because we are not using crude. ცხადია, ჩვენი საწვავის ფასი უფრო მაღალია, რადგან ჩვენ ნედლ ნავთობს კი არ ვიყენებთ, არამედ ზეთის ნარჩენებს, რაც ბევრად ძვირია. დღევანდელ კრიზისამდე ნედლი ნავთობი ბარელი $60 ღირდა, ახლა $100-ზე მეტია. საავიაციო საწვავის ფასიც $750-დან $1,500-ზე ავიდა. ფასი უკვე გაორმაგდა. განახლებადი საწვავის ფასი კი მათ შორის ავიასაწვავისა იმავე პერიოდში 30%-ით გაიზარდა, ბევრად ნაკლებით. თუ კი მანამდე მდგრადი საწვავი 2.5-ჯერ 3-ჯერ უფრო ძვირი იყო, ახლა სხვაობა 1.5-ია. When it was earlier probably 2.5-3 times more expensive, now it's 1.5 times more expensive. რაც შეეხება მგზავრებს, რაც უფრო მეტი ავიაკომპანია გადავა ეკოლოგიურ საწვავზე, როგორ აისახება ეს მომხმარებელზე და ბილეთის ფასზე? რამდენად დიდი იქნება სხვაობა? I think that it's not so huge though. ჩემი აზრით არც ისე დიდი, თუ გაითვალისწინებ, რომ მაგალითად ჰონკონგიდან ლონდონამდე ფრენების 10% მდგრადი საწვავით სრულდება. ბილეთის ფასი რამდენადაც ვიცი, მხოლოდ $50 მეტია და $50 შეიძლება დიდ სხვაობა ჩავთვალოთ? ალბათ არა. თანაც მგონია, რომ ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ეკოლოგიაზე ინდუსტრიასთან ერთად, რადგან თუ კი ავიაკომპანიებს კითხავთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი რისკი? ყველა ერთხმად გიპასუხებს, რომ ეს არის კლიმატის ცვლილება. დღეს ეს არ იგრძნობა, მაგრამ როცა ამინდი ბევრად გაუარესდება, ხალხი აღარ იფრენს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველას გამოწვევა, რათა ავიაციის დეკარბონიზაცია შეძლო და ყველა სხვა ტრანსპორტისაც. კლიმატის ცვლილება მართლაც პრობლემაა, თუმცა ასევე პრობლემაა გარანტირებული მიწოდება, როგორც ახალ ხილს.
It's really the climate change question, but also it's the security of supply. Now we see that. თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ არეულობას და რყევებს, განსაკუთრებით ნავთობის ბაზარზე, ხომერ გაზრდილა ინტერესი თქვენი კომპანიისა და მდგრადი ავიასაწვავის მიმართ ამ ყველაფრის გამო რაც ხდება. We have seen that there is a interest. ჩვენ ხედავთ ამ ინტერესს, რა თქმა უნდა, რადგან ეს სავალდებულო და ჩვენ ასე ვთქვათ, მაგაგის სრულად დაგვიჯავშნეს. მაგრამ ასეთივე ინტერესი განახლება დიზელზე შეიმჩნევა მაგალითად ავსტრალიის მხრიდანაც, რადგან ავსტრალია ძალიან არის დამოკიდებული მიწოდებაზე, ახლო აღმოსავლეთთან. ამიტომ ძალიან დიდია ინტერესი ჩვენს განახლება დიზელზე იმავე ავსტრალიის მხრიდან. Strong interest of our renewable diesel from, for example, from Australia. თქვენი კომპანია ჰონგ-კონგშია დაფუძნებული მათი და ხომ არ გეგმავთ ევროპაში გაფართოებასაც. Europe is important for us, not only because there is a mandate. ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ იქ სავალდებულო ეკომიდგომა, არამედ იმიტომ, რომ თავად ხალხი ფიქრობს ასე ევროკავშირის ქვეყნებში, რომ აუცილებელია დეკარბონიზაცია. ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნება ევროპელების კონკურენტუნარიანობის ამოსავალი წერტილი და ჩვენ აქტიურად განვიხილავთ საკითხს, თუ რამდენად მოვახერხებთ ევროპაში წარმოების გატანას. თუმცა, როგორც იცით, არის საკითხები, რომლებზეც ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს. მაგალითად, როგორ დააჩქაროს ნებართვების გაცემა და სხვა საკითხები. ეს მხოლოდ ჩვენს ინდუსტრიას კი არ ეხება, არამედ ყველა ინდუსტრიას და სწორედ ეს მაფიქრებს. It's all industries, what I'm worried about. დიახ, ნებართვების გაცემა მართლაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და ბოლოს მათი რა წვლილი მიუძღვის ავიაციას ევროკავშირის ეკონომიკაში და ამ ინდუსტრიის უფრო მდგრად პლატფორმაზე გადაყვანის პარალელურად რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვაც. 2025 წელს ყველაზე მეტად მდგრად ავიასაწვავსა და განახლება დიზელზე იყო მოთხოვნა, რამაც დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2030 წელს ეს მაჩვენებელი 107 მილიარდი დოლარი იქნება. ასე რომ ყოველ წელს უზარმაზარი ზრდაა. სწორედ ამიტომ შევედით ამ ბაზარზე, რადგან კარგი ტექნოლოგია გვაქვს. ვიხმარებით ავიაკომპანიებს დეკარბონიზაციაში, თანაც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მიზანით ისახავს, რომ 2050 წელს ავიაცია სრულად ნახშირბად ნეიტრალური გახდეს. დღესდღეობით ევროპული ავიაბაზარი დაახლოებით 56 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2030 წელს ეს მაჩვენებელი 100 მილიარდი დოლარი იქნება. გამოდის, აქაც დიდი ზრდაა მოსალოდნელი. ამ ზრდას მხოლოდ ევროპისკენ მომავალი მგზავრები კი არ განაპირობებენ, არამედ ევროპიდან მიმავალიც. ამიტომ მგონია, რომ ავიაკომპანიებმაც უნდა გააცნობიერონ, როგორც უკვე აღნიშნე, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღეს ხალხი ძალიან დიდი ყურადღებით ხარჯავს ფულს, ისინი ითვალისწინებენ, თუ რამდენად წაადგება ეს დახარჯული თანხა კლიმატსა და მათი ქვეყნის ეკონომიკას. ერთიანი ძალით შეგვიძლია უფრო გავწმინდოთ აერი. დეკარბონიზაცია განვახორციელოთ და სწორედ ამას აკეთებს კომპანია ეკოსერვისი. თანამშრომლობს ავიაკომპანიებთან, ევროკავშირთან, სხვა ქვეყნებთანაც, რათა დეკარბონიზაცია უფრო ხელმისაწვდომი და საუკეთესო გზით განხორციელდეს. with other countries to make it more affordable and the best way to decarbonize. დიდი მადლობა მათი, რომ გადაცემაში მობრძანდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ეს მართლაც სასიამოვნო იყო. დიდი მადლობა.